გამარჯობა. თქვენ უყურებთ Microsoft Excel 2016-ის ვიდეო გაკვეთილებს. თემა, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ, გახლავთ ძალზედ აქტუალური. საკმაოდ ხშირია მომხმარებლის მხრიდან დაშვებული შეცდომა, როდესაც მას შეყავს თარიღის მონაცემი Excel-ში. მოდით დავიწყოთ იმითი, რომ თარიღი Excel-ში ყველგან სპეციფიურია და დამოკიდებულია ჩვენი კომპიუტერის regional and language option-ებზე. ზოგიერთ შემთხვევაში თარიღი თვე, რიცხვი და წელი ერთმანეთისგან გამოიყოფა წერტილით, ზოგიერთ შემთხვევაში ტირით, ზოგიერთ შემთხვევაში კი დახრილი ხაზით. იმისათვის, რომ არ დავუშვათ შეცდომა და დავწმუნდეთ, რომ ნამდვილად სწორად შევყავს თარიღი, ჩვენ კომპიუტერში დავიწყოთ მოქმედება იმით, რომ დავაჭიროთ კლავიატურაზე Ctrl წერტილ მძიმეს. ეს ჩანაწერი ყოველთვის მოგცემს მიმდინარე თარიღს ჩვენი კომპიუტერიდან და რაც ასევე გვაჩვენებს იმას, თუ რა იწერება პირველი, ანუ ნიშნავს, რომ ჩემ შემთხვევაში იწერება თვე, შემდეგ იწერება რიცხვი, შემდეგ იწერება წელი და მათ შორის გამყოფი გახლავთ დახრილი ხაზები. მაგალითად, თუ გვექნებოდა დღეს 2 თებერვალი, ან 3 მარტი, ან 4 აპრილი და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევებში რასაკვირველია, რთულია დავადგინოთ, რომელია სწორი თვე თუ რიცხვი. ამისთვის უნდა უბრალოდ პირველი ორიანი თვეა თუ რიცხვი. ამისათვის უნდა მივმართოთ ხელოვნურ მეთოდს. ხელოვნური მეთოდი გულისხმობს შემდეგს. აუცილებლად უნდა ერთ-ერთი ამ ორიდან ვაქციოთ 13-ად ან მეტად, ანუ 12-ზე მეტად. 12, იმიტომ რომ 12 თვე გვაქვს და შესაბამისად 2 12-ითაც და 12 2-ითაც სწორი თარიღია. ოღონდ ან 1 დეკემბერია, ან 2 თებერვალია. მოდით ვნახოთ ასეთი რამ. დავწეროთ მაგალითად 2 13 2017. რადგან ეს უჯრა წამოვიდა მარჯვენა მხარეს, ნიშნავს, რომ ის თარიღია. ხოლო თუ დავწერდი 13 2 2017, ამ შემთხვევაში ვნახავდი, რომ ის დარჩებოდა უჯრის მარცხენა მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ მარჯვნივ შემიძლია გადმოვიტანო, უნდა ვამახსოვდეს, რომ ეს არ არის თარიღი. თარიღის დასადგენად კი ნამდვილად შემიძლია დავწმუნდე, რომ მაგალითად თუ დავუმატებთ ამ თარიღს +5, მივიღებთ რაღაც ახალს, თუ დავწერთ ქვემოთ ამას +5, მივიღებთ კიდე რაღაც თარიღს, ხოლო თუ დავდგებით და დავწერთ ამას +5, მივიღებთ უკვე შეცდომას. ანუ ნამდვილად ეს არ არის თარიღი. ასევე აქვე გეტყვით, რომ თარიღის Ctrl წერტილ მძიმით დასმის შემთხვევაში და Enter-ზე ხელის დაჭერის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ჩამოწიოთ ქვემოთ და ნახავთ, რომ ყოველი შემდეგი უჯრა 1 დღით იზრდება, ანუ თითო დღით შეგიძლიათ პროგრესიაც გაზარდოთ. ან დაწეროთ პირდაპირ, მაგალითად, აქ თარიღი 25, მონიშნოთ და ასე გაზარდოთ პროგრესია. ასევე აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ ანუ თარიღის უკან დგას ჩვეულებრივი მათემატიკური რიცხვი. თუ თითოეულ მათგანს გადააქცევთ უბრალოდ number-ად, ამ შემთხვევაში ნახავთ, რომ გაქვთ რაღაცა კონკრეტული რიცხვი. თუმცა ამაზე სხვა ვიდეოებში უფრო ფართოდ ვსაუბრობთ. და ასევე გეტყვით, რომ თარიღს აქვს კიდევ ის თვისება, რომ მასზე მათემატიკური პროცესები ჩვეულებრივ ტარდება და ერთ-ერთი სახალისო ამოცანა თქვენთვის შეგიძლიათ გააკეთოთ, დაწეროთ მაგალითად დღევანდელი თარიღი, ასევე დაწეროთ მაგალითად თქვენი დაბადების თარიღი, პირობითად მე დავწერ მოდით რომელიღაცა მნიშვნელოვან თარიღს, ანუ დაუშვათ დავწეროთ 11-23-2000 წელი და აი ამ ორ თარიღს შორის გამოვთვლით სხვაობას შემდეგნაირად. დღევანდელ თარიღს გამოვაკლოთ მაშინდელი თარიღი და მივიღებთ რაღაცა რიცხვს. თუ რიცხვი არ მიიღეთ და მიიღეთ რაიმე თარიღი, აქციეთ ეს რიცხვი ჯენერალად, ეს უჯრა ჯენერალად. და ასეც აღმოჩნდა, რომ 23 ნოემბერი 2000 წლიდან დღემდე გასულია 5925 დღე. და კიდევ ერთი, თუ გამოვიყენებთ კლავიატურით Ctrl Shift წერტილ მძიმეს, ამ შემთხვევაში მივიღებთ უკვე მიმდინარე საათს, ანუ 9 საათი და 16 წუთი. მადლობა ყურადღებისათვის.